ცერულიდი ტოქსინის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო ფრანგული კომპანია პიკო კონკრეტული პროდუქციის ქსელებიდან ამოღებას იწყებს. საქმე სამ გარკვეულ პარტიას ეხება, რომლებიც რისკის შემცველად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია და კონკრეტული საიდენტიფიკაციო კოდის პროდუქტის გაყიდვიდან ამოღების რეკომენდაცია გასცა. გუშინ საღამოს გარკვეული რაოდენობა შემოტანილი პროდუქციის უკვე დაილუქა, ბაზრიდან ამოღებული არის, ასევე მიმდინარეობს ამოღება გამოთხოვის პროცედურა, რაზეც სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობას ახორციელებენ. ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემის RASP-ის მეშვეობით სააგენტოს ჯერჯერობით ინფორმაცია არ მიუღია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა სააგენტოს პრევენციის მაღალი დონიდან გამომდინარე აღნიშნული პროცესი დაწყებული გვაქვს. შესაძლო რისკის წინაშე საქართველოსთან ერთად 17 ქვეყანაა. ბავშვთა კვების პროდუქტს პიკოს ლაქტალის ნუტრიშენ სანტე აწარმოებს. ფრანგულმა კომპანიამ პროდუქციის ამოღებაზე ინფორმაცია კვლევების შედეგების გაცნობის შემდეგ გაავრცელა. პიკოს საქართველოში შპს უნო გრუპ შემოაქვს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტიორი კომპანია სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა. ახლა უნო გრუპის საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად საფთიაქო ქსელებში შეძენილ საეჭვო პარტიებს ცვლის ან ფასს ანაზღაურებს. ყველა მსხვილ ბავშვთა კვებაში, სადაც გამოიყენება ეს ომეგა-6, ყველა საწულის ერთი მომწოდებელი. ლაქტალისაც შესაბამისად აწვდი და იგივე მომწოდებელი. ვინც შეიძინა მომხმარებელმა უკვე თუ აუნაზღაურდება? რა თქმა უნდა, მომხმარებლები მოდიან, ხდება ჩანაცვლება ოფისში, საფთიაქო ქსელებში. ღებინება და დიარეა პიკოს გამოყენებიდან მალევე ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ. ინტოქსიკაციის შემთხვევა საქართველოში ჯერ არ ფიქსირდება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის საკვები, რომელიც საქართველოში შემოდის, აუცილებლად იქნება დაბინძურებული ამ ტოქსინით, უბრალოდ ეს არის სიფრთხილის მაქსიმალური ზომა. თუ ღებინებისა და დიარეების ეპიზოდები განმეორდა და ფიქრობთ, რომ უკავშირდება ბუნდეხელოვნური კვების ამ პროდუქტის მიღებას, აუცილებელია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს. სააგენტო ბაზრის მუდმივ მონიტორინგს აგრძელებს და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს სისტემატიურად აწვდის.